ისანი სამგორის რაიონში საცურაო აუზი გაიხსნება სპორტული კომპლექსი ჩოლოყაშვილის ქუჩაზე შენდება. ობიექტი სამაუს გაერთიანებს. მშენებლობა დღეს პრეზიდენტმა დაათვალიერა. სამშენებლო სამუშაოებს ქართული კომპანია არტესი აწარმოებს. ადგილზე 100-მდე ადამიანია დასაქმებული. მშენებლობისთვის იაფი კრედიტის ფარგლებში 1 მილიონი ლარი გამოიყო. აუზე ქართულ წყალბურთელთა ნაკრები ივარჯიშებს. სამივე საცურაო აუზი წყლის დასაწყისში უკვე კეთილმოწყობილი იქნება. ძიუდოისტების მოკრევებისა და მოჭიდავეებისთვის ჩოლოყაშვილის ქუჩაზე კიდევ ერთი სპორტული კომპლექსის გახსნას აპირებენ. ერთ-ერთი პირობა, რასაც უნდა ჩავდოთ შემდეგ ჩვენი თანამშრომლობის არის ის, რომ ჩვენ ეს იაფი კრედიტი არის, მაგრამ ჯერ წყალბურთის ნაკრები და შემდეგ სოციალურად დაუცველი ჯგუფების რაღაციები უნდა გავაკეთოთ გამგებობასთან ერთად და ჯერეთი ვიღაცები უფასოდ უნდა ვამცენოთ და საერთოდ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ თქვენს და ჩვენს ბიზნესთან, ბიზნესი იყოს მომგებიანი, მაგრამ ეს ფასები იყოს ხელმისაწვდომი. ახალი ბენდუქლის აუზი ჩვენ აქ არ გვჭირდება. ჩვენ გვჭირდება ახალი ყველასათვის ხელმისაწვდომი ძალიან მჭიდროდ დასახლებული საცხოვრებელი კორპუსებს შორის მოთავსებული სპორტული ცენტრი, რომლითაც ისარგებლებს ხალხი და არა მხოლოდ ეგრეთ წოდებული ელიტა. რემონტი დაიწყო ერთი თვე არის უკვე, მთავრდება მაისის ბოლოს. დასაქმებულია სადღაც 80-100 ადამიანი. ათვისებულია ჯერჯერობით 1 მილიონი ლარი. საჭიროებისამებრ კიდევ თუ გამოიყოფა, დაემატება თანხა და მოხმარდება კიდევ ამ აუზის ბოლომდე რეაბილიტაციას.